მოგესალმებით, ეს მილენიალია. მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს შევეხებთ ყველა ტრადიციონალისტისთვის უმნიშვნელოვანეს ავტორს, მირჩა ელიადეს და მის წიგნს, წმინდა და პროფანულს. ნაშრომში განხილულია დიქოტომია, წმინდა, საკრალურ სფეროსი და პროფანული სივრცის ადამიანის ცხოვრებაში. ელიადე საუბრობს, რომ ადამიანი განიცდის ორ პრინციპულად განსხვავებულ რეალობას. ერთი მხრივ წმინდას, რომელიც გამოხატავს წესრიგს, საზრის, ტრანსცენდენტულობას და მეორე მხრივ პროფანულს, რომელიც გამოხატავს ქაოსს, დამიწებულს და ყოველდღიურობას. ამ ორის გაგება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შევიცნოთ, თუ როგორ ახდენს რელიგია ადამიანისა და კოლექტივის ცხოვრების სამხედველობით სტრუქტურირებას. იმისთვის, რომ გავიგოთ ელიადეს ტექსტი, მის მთავარ ტერმინსერიოფანიას შინაარსი უნდა გავიგოთ. ელიადე ამ ტერმინით გამოხატავს წმინდას გამოვლინებას პროფანულ სამყაროში. წმინდა ეს არის აბსოლუტურად სხვა რამე. ის რადიკალურად განსხვავდება ყოველდღიურ მიწიერ რეალობისგან. წმინდა ევლინება ადამიანებს და მისი ფუნქციაა ადამიანმა გაარღვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების საზღვრები და შეუერთდეს დასრულებულ საზრისების სამყაროს. იეროფანიის ესეთ მომენტებში იწყება რღვევა დროსა და სივრცეში და სამყარო იყოფა წმინდად და პროფანულად. წმინდა გამოცდილება უნივერსალურია და ის ხვდება მთელ კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ სხვადასხვა ფორმებს იღებს სხვადასხვა კულტურაში. წმინდა ელიადეთვის არ არის მხოლოდ მეტაფიზიკური ცნება, არამედ ის არის კონკრეტული რეალობა, რომელსაც ადამიანები განიცდიან კონკრეტულ რიტუალების, ადგილებისა და საგნების მეშვეობით. მაგალითად, უმრავლეს შემთხვევაში ისეთი ადგილები, როგორიცაა ტაძარი, ეკლესია, წმინდა ადგილები ითვლება ღვთაებრივთან დამაკავშირებელ ადგილად. ეს სივრცეები გაჟღენთილია სულიერი შინაარსით და ხშირად აღიქმება როგორც სამყაროს ცენტრი, ორიენტაციის ადგილი, რომლის ირგვლივაც მოწესრიგებულია არსებობა. ელიადე უწოდებს ამას აქსის მუნდის, კოსმოსურ ღერძს, რომელიც აერთიანებს ზეცას, მიწას და ქვესკნელს. ამ წმინდა ადგილებში დრო და სივრცე სხვა განზომილებას იძენს, რომელიც აღემატება ამ ქვეყნიურ სამყაროს. რაც შეეხება პროფანულ სამყაროს, პროფანული არის ჩვეულებრივი სამყარო, რომელიც არის განმეორებადი, ყოველდღიური და სეკულარული. პროფანული სამეფოში დრო წრფივია, სივრცე ერთფეროვანია, ხოლო აზრი იქმნება ადამიანთა მოქმედებით და არა ღვთაებრივი ჩარევის შედეგად. პროფანული არის ის რეალობა, სადაც ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის სამუშაო სამყარო, მოხმარების სამყარო, მატერიალური სამყარო, სადაც ინდივიდები მოწყვეტილი არიან ტრანსცენდენტულს და ღვთაებრივს. ამის მიუხედავად პროფანულ სამყაროში შეიძლება დავინახოთ ღვთაებრივი გამოვლინებები. ელიადე აღნიშნავს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანები შეიძლება გაცნობიერებლად არ ეძებდნენ წმინდას, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მაინც განიცდიან მას შიშის, გაოცებისა და მოწიწების დროს. ამ მომენტებში ხდება ყოველდღიური მონოტონურობის გარღვევა, რომელიც ადამიანებს ახსენებს, რომ არსებობს კიდევ რაღაცა, რაც ყოველდღიურ მატერიალურ ცხოვრებაზე მეტია. ელიადე ამბობს, რომ წმინდა არ არის შემოფარგლული რელიგიური ინსტიტუტებითა და რიტუალებით, არამედ ის წარმოადგენს უნივერსალურ მხარეს ადამიანის გამოცდილების. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება წმინდასა და პროფანულს შორის არის დრო. წმინდა დრო არის ციკლური, მეორდება და ის მარადიულია. ეს არის მითების, რიტუალების, დღესასწაულების დრო, როდესაც მონაწილეები კვლავ წარმოებენ მათ რელიგიის ამბებს. შედიარა წმინდა დროში ისინი გამოდიან ჩვეულებრივ წრფივ დროიდან და მონაწილეობენ რეალობაში, რომელიც ზედროითია. ციკლური დროის წარმოდგენა შეგვიძლია ვნახოთ უამრავ რელიგიურ მიმდინარეობების პრაქტიკებში, როგორიცაა ყოველდღიური აღნიშვნა დღესასწაულების, ან ყოველდღიურად შაბათი დღის დაცვა. პროფანული დრო კი პირიქით არის წრფელი და უკან მობრუნებადი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ხდება ერთხელ და მეტი აღარ მეორდება. ის ვინ ცხოვრობს პროფანულ დროში, მისთვის დრო არის სხვადასხვა ერთმანეთისგან არადაკავშირებული მოვლენების ერთობა, რომელსაც საბოლოოდ სიკვდილამდე მივყავართ. წმინდა დრო კი პირიქით გვაძლევს საშუალებას მარადისობა შევუერთდეთ და სიკვდილი გადავლახოთ. ასევე განსხვავება არის პროფანულსა და წმინდა სივრცეებს შორის. წმინდა არის სივრცე, სადაც ხდება წყვეტა პროფანულთან, სადაც ღვთაებრივი საკუთარ თავს ავლენს. ამ დროს ერთი სივრცე გამოიყოფა სამყაროს და განსხვავებული ხდება. გავიხსენოთ წმინდა ადგილების ფენომენი. ბევრ რელიგიურ ტრადიციაში წმინდა სივრცის ცნება დაკავშირებულია კოსმოგონიასთან, ანუ სამყაროს შექმნასთან. წმინდა სივრცე აღიქმება როგორც დიდი სამყაროს მიკროკოსმოსი, სადაც ღვთაებრივი წესრიგი ვლინდება. შედიარა წმინდა ადგილზე ადამიანები ეხებიან პირველად მდგომარეობა სამყაროს შექმნის დროს და შეუძლიათ აღადგინონ კავშირი ღვთაებრივთან. ასე რომ წმინდა ადგილი არ არის უბრალოდ ადგილი, სადაც თაყვანისცემა ხდება, არამედ ის არის სივრცე, სადაც მთელი სამყარო საზრისს იძენს. პროფანული სივრცე კი პირიქით ერთფეროვანია და ერთმანეთისგან არ არის განსხვავებული. პროფანულ სამყაროში ყველა ადგილი ერთნაირია, იმ გაგებით, რომ არ გააჩნია შინაგანი საზრისი და მნიშვნელობა.
ელიადე წმინდასა და პროფანოს უყურებს დიალექტიკულად, ანუ ისინი ერთმანეთთან გარკვეულ დაძაბულობაში არიან. წმინდა გამოხატავს სტრუქტურას, წესრიგს და საზრეს, იმ დროს, როდესაც პროფანული გამოხატავს უწესრიგობას, უსაზრობას და ქაოსს. ამის მიუხედავად, წმინდა ვერ იარსებებს პროფანულის გარეშე და პირიქით, ვერც პროფანული იარსებებს წმინდას გარეშე. შესაბამისად, წმინდა ყოველთვის ვლინდება პროფანულში და პროფანული უტევს წმინდას, როდესაც წმინდა სულ უფრო მარგინალიზდება სეკულარიზმისა და მატერიალიზმის მიერ. ამის მიუხედავად, ელიადე გვეუბნება, რომ შეუძლებელია წმინდას სრული განდევნა. ის ყოველთვის იარსებებს კაცობრიობასთან ერთად. ადამიანი ეძებს კავშირს ღვთაებრივთან და ტრანსცენდენტულთან, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ამას ვერც აცნობიერებდეს. მოკლედ გაეცანით კლასიკას. საჭიროა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ ორ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ორივეს თავისი მნიშვნელობა აქვს. მადლობა ყურადღებისთვის.